ფინანსურად მდგრადი და დაცული მომხმარებელი ფინანსური სექტორის სიჯანსაღისა და ფინანსური სტაბილურობის ერთ-ერთი ძირითადი ხელშემწყობი ფაქტორია. ამდენად საქართველოს ეროვნული ბანკისთვის საფინანსო სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა. აღნიშნული მიმართულებით ეროვნული ბანკი მუდმივად მუშაობს საფინანსო სექტორში არსებული გარემოს დახვეწისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის პრაქტიკის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნითა და კუთხით. მათ შორის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან დაახლოების მიზნით ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად ვითარდება საბაზო ქცევის ზედამხედველობის მიმართულება და ეს რისკებს პირდაპირ მნიშვნელობით უფრო მეტად ანელებს და რისკებზე დაფუძნებულ ზედამხედველობასაც გულისხმობს. როგორ უნდა დაიცვას მომხმარებელმა საკუთარი უფლებები, როგორ უნდა იცოდეს საკუთარი უფლება რა არის და როგორ დაიცვას და ვის უნდა მიმართოს თუ ფიქსირდება პრობლემა. ამ ყველაფერზე ჩვენ სტუმართან ერთად ვისაუბრებთ, რომელიც ახლა გვერდდება ჩვენ სტუდიაში. გთხოვთ მობრძანდით ლაშა გზირიშვილი გვერდდება, ის გახლავთ საქართველოს ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსი. გამარჯობა. დიდი მადლობა სტუმრობისთვის და მოდით გავარჩიოთ საინტერესოდ, რომ თქვენი როლი რა არის. თქვენ ხართ ასე ვთქვათ მედიუმი და ხიდი მომხმარებლებსა და ფინანსურ ორგანიზაციებს შორის. ეს სწორად არის აღქმული და თუ ასე არ არის, იქნებ უფრო ზუსტად დავაკორექტიროთ ეს მიმართულება. როგორც თქვენც აღნიშნეთ შესავალ სიტყვაში, მომხმარებელთა უფლებების დაცვა, საფინანსო სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვა ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა საქართველოს ეროვნული ბანკისთვის. ამ კუთხით ჩვენი მანდატი განსაზღვრულია კანონმდებლობით, კონკრეტულად იგულისხმება, რომ ჩვენ უფლება გვაქვს, როგორც მარეგულირებელს, საფინანსო სექტორის მარეგულირებელს, გარკვეული წესები დაუწესოთ ფინანსურ ორგანიზაციებს, იმისთვის, რომ მაქსიმალურად იყოს მომხმარებლის უფლებები დაცული და ასე ვთქვათ, დავაბალანსოთ უფლება-მოვალეობები ფინანსურ ორგანიზაციებსა და მათ მომხმარებლებს შორის. ამ კუთხით არსებობს სხვადასხვა ტიპის რეგულაციები, წესები, რომელსაც ჩვენ შევიმუშავებთ და რითაც ვალდებულნი არის რომელთა შესრულებაც სავალდებულოა ფინანსური ორგანიზაციებისთვის. მთავარი ამ ურთიერთობაში არის ის, რომ მომხმარებელს ჰქონდეს სრული ინფორმაცია იმ პროდუქტზე, ან მომსახურებაზე, რომელსაც ყიდულობს და კარგად გაანალიზოს ამა თუ იმ მომსახურების ყველა დეტალი. და მეორე მხრივ ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია, რომ ეს ინფორმაცია მიაწოდოს. რა თქმა უნდა, წარმოიშობა ხოლმე გარკვეული ტიპის პრეტენზიები მომხმარებელსა და ფინანსურ ორგანიზაციას შორის. ამიტომ ჩვენ გვაქვს ცხელი ხაზი, სადაც მომხმარებელს შეუძლია რომ დაგვიკავშირდეს, საკუთარი პრეტენზია დააფიქსიროს და ჩვენ ჩვენი მანდატის ფარგლებში ვცდილობთ რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ იმისთვის, რომ სწორი ინფორმაცია მიიღოს ფინანსური ორგანიზაციისგან. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ როგორც მარეგულირებელს კონკრეტულად დავის განხილვის მანდატი, ასე ვთქვათ, კანონმდებლობით არა გვაქვს, ანუ თუ კონკრეტული პრობლემა არის მომხმარებელსა და ფინანსურ ორგანიზაციას შორის, ჩვენ არ გვაქვს ფუნქცია, რომ გადავწყვიტოთ, რომელიმე მხარე მართალი არის თუ მტყუანი. თუმცა აქ რამდენიმე ნიუანსი არის გასათვალისწინებელი. ერთი ის, რომ მომხმარებლისგან მიღებულ ინფორმაციას ჩვენ ვაანალიზებთ და ვცდილობთ, რომ ეს მიღებული ინფორმაცია შემდგომ გარდავქმნათ გარკვეულ მოთხოვნებად, ანუ ჩვენ ვაკვირდებით კონკრეტულად ბაზარზე რა ხდება, რაც უხერხთ მომხმარებელს და ამის მიხედვით ვქმნით რეგულაციებს. გარდა ამისა, უშუალოდ ფინანსური ორგანიზაციებიც ვალდებულნი არიან, რომ თუ მომხმარებელს პრეტენზია აქვს, ეს პრეტენზია მიიღონ და ყოველთვიურ ანგარიშგებას გვაწვდიან და ამ ინფორმაციასაც ბუნებრივია ვაანალიზებთ. თუმცა აქვე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებობს დავების გამხილველი კომისია, რომელსაც უკვე გააჩნია ეს მანდატი, ანუ მას შეუძლია განიხილოს დავა კონკრეტულ მომხმარებელსა და ფინანსურ ორგანიზაციას შორის, თუმცა ჯერჯერობით ამ კომისიის საქმიანობა შემოსაზღვრულია ერთი კონკრეტული მიმართულებით, რაც ეხება საგადახდო მომსახურებას, ანუ როდესაც მომხმარებელი თანხას რიცხავს, ან თქვათ ბარათით ასრულებს ოპერაციას და თulis რომ ეს ოპერაცია იყო, ასე ვთქვათ, არაავტორიზებული, ანუ მისი თანხმობის გარეშე განხორციელდა, მსგავსი ტიპის დავები უკვე შეუძლია რომ განიხილოს აი ამ კომისიამ. ესე იგი, ჩვენ ვსაუბრობთ თქვათ მომხმარებელთა დაცვის უფლებებზე, ხო, სხვა მექანიზმებიც არსებობს, ალბათ რაღაც ახალი ტენდენციებიც იკვითება. აი, ეს უფრო რომ დააგვიკონკრეტოთ, იმიტომ რომ თუნდაც ხშირად როდესაც მომხმარებელი რეკავს ხელხაზე, ხო, საბანკო ტერმინოლოგია ისეთი გაუგებარია, რომ ამ შემთხვევაშიც ესე ვთქვათ, იჭედება ხოლმე მომხმარებელი ვერ იგებს ზედმიწევნით იმ ინფორმაციას, ანუ ვერ აყოლებს თქვათ ყურს, ასე ვთქვათ, რასაც თავაზობს ბანკირი, რომელიც
ბანკის თანამშრომელი, რომელიც თქვათ ტელეფონის იგით ამ მხრიდან ესაუბრება. ბევრი რამ არის. ტენდენციები, სხვადასხვა გარკვეული მექანიზმები ამ შემთხვევაში როგორია? ეკო ცალკე ხო ის ხელშეკრულებაში რამდენი რამე წერია და რამდენ ფურცელს უნდა მოაწერო ხელი და იქ იმდენი რამე არის, აი ეგეც ხო ძალიან რთული ახსაქმეა. ბევრი რამ არის რა, ადამიანისთვის, რომელიც არ არის მაგალითად არც ფინანსისტი, არც იურისტი, არც ეკონომისტი და ასე შემდეგ. თუ სპეციფიკური განათლება არ აქვს. კი, აქ რამდენიმე საკითხი შეგვიძლია რომ გამოვყოთ. ერთი აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით, რომ ხშირად ხელშეკრულება შედგენილია საკმაოდ რთული ენით, რომლის გაგებაც რთულია ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის. ამ კუთხითაც არსებობს კონკრეტული მოთხოვნები, რომ მაგალითად სასხო და სადეპოზიტო ხელშეკრულებებს უნდა გქონდეს ხელშეკრულების ეგრეთ წოდებული თავსართი პირველი გვერდი, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია არის გამოტანილი, მაქსიმალურად გასაგები ენით, იმისთვის რომ მომხმარებელმა ადვილად აღიქვას. გარდა ამისა, ჩვენ ბევრჯერ აღვინიშნავს და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ მიუხედავად იმისა, რამდენი რეგულაციაც არ უნდა შემოვიღოთ და რამდენი, ასე ვთქვათ, წესიც არ უნდა დავაწესოთ, საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც მომხმარებელი იღებს. კი, თვითონ იღებს და ერთი რომ მას სჭირდება ეს ინფორმაცია, რომ მიაწოდოს ფინანსურმა ორგანიზაციამ და მეორე მხრივ მომხმარებელს უნდა შეეძლოს ამის გაანალიზება და კარგად გაგება. ამიტომ გარდა მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებისა, ჩვენ აქტიურად ვავითარებთ ფინანსური განათლების მიმართულებასაც. რაც გულისხმობს მოსახლეობის ფინანსური განათლების დონის ამაღლებას, ანუ მათ სწავლებას, მარტივად რო ვთქვათ, ფინანსურ საკითხებში, ისეთში, რომელსაც ყოველდღიურად ვიყენებთ. და რანაირად სწავლებას ვთქვათ, ეს არის რამე ინფორმაციის მიწოდება, ეს არის ვთქვათ სატელეფონო შეტყობინებები, რომ რაღაცა ტერმინოლოგია ითქვას, აი ფორმა როგორი არის ამ სწავლებების? ორ მნიშვნელოვან თემას აღვნიშნავ. პირველი რომ ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა ცალკე ვებგვერდი, პორტალი, ფინედუ, რომელზეც თავმოყრილია უამრავი მასალა, რომელიც მომხმარებელს ეხმარება, რომ უკეთ გაერკვეს ფინანსურ საკითხებში. და გარდა ამისა, ეროვნულ სასწავლო გეგმაში არის შეტანილი ფინანსური განათლების საკითხები, კონკრეტულად მე-7-დან მე-9 კლასის ჩათვლით. საბაზისო განათლებაში, კონკრეტულად საგანში მოქალაქეობა, ეს საკითხები უკვე ისწავლება და ვფიქრობთ, რომ ამ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ხელი შეუწყოთ მომხმარებლების. ეს კარგია, იმიტომ რომ ადრე ვთქვათ, ჩვენ როცა სკოლაში ვსწავლობდით, ასე ბანკის ბარათები ჩვენ მშობლებსაც კი არ ჰქონდათ. ახლა უკვე სკოლაში ნაწილია ბავშვებისთვისაც. კი, ბავშვებისთვისაც იქ რაღაცა საკვების ყიდვისას სპეციალურ სკოლის ბარათებიც ხომ არსებობს და უკვე თავიდანვე რომ იქნება ინფორმირებული ბავშვი, შემდეგ უკვე მაგალითად სხვა სამეჩერბა ტელეფონზე კომუნიკაცია აღარ გაუჭირდეს, ან თუნდაც ბანკში პირადი ვიზიტისას. იგივე ვთქვათ, სხვა კამპანიების დროს ჩვენ ხშირად ვსტუმრობთ ხოლმე სკოლებს და უშუალო შეხება გვაქვს გაკვეთილებს ვატარებთ მოსწავლეებთან და შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან კარგად არიან გათვითცნობიერებული საბანკო სისტემაში ბავშვები და აქტიურად იყენებენ. აი პრაქტიკული მაგალითები რო დაგვისახელოთ, რა პრობლემებით რეკავენ მომხმარებლები, ყველაზე მეტად რა პრეტენზია შემოდის, ან აქედან გამომდინარე რომ მივხვდეთ რა შემთხვევაში უნდა დაგირეკოთ. როდესაც უბრალოდ გაურკვევლობა, თუ როდესაც უკვე პრობლემა დაფიქსირდა, ან როდესაც რაღაცაში მოვტყუვდით, აქ მხოლოდ ბანკზე არ არის საუბარი, სხვადასხვა ფინანსურ ორგანიზაციაზე. რა იკვეთება ყველაზე მეტად პრობლემის სახით? ჩვენ წესების მიხედვით პრინციპში მომხმარებელი არ იზღუდება ნებისმიერ საკითხზე შეუძლია რომ დარეკოს და პრეტენზია დააფიქსიროს, თუმცა კიდევ ერთხელ გამომდინარე ჩვენი მანდატიდან ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ ან არ შეგვიძლია გააჩნია. ხო, როგორც წესი მომხმარებლები ყველაზე ხშირად რეკავენ იმ პროდუქტებზე, რომელიც ყველაზე მეტად პოპულარულია, ხო? ეს არის სასესხო ხელშეკრულების პირობები, შეიძლება რაღაცა დასაზუსტებელი კონდეთ, ან უკმაყოფილოდნენ საპროცენტო განაკვეთით, ან რაღაც დარიცხულ ჯარიმებზე კონდეთ სხვა კითხვა. პლუს საგადახდო მომსახურებასთან დაკავშირებით მინდიან გაიზრდება თქვენ კომპანიაში. ხო, თუმცა ერთს აღნიშნავ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია შინაარსობრივად ხა ჩვენი დაკვირვებით საკმაოდ იცვლება აი ამ პრეტენზიების შინაარსი. თუ ადრე მაგალითად მომხმარებელი უბრალოდ აფიქსირებდა უკმაყოფილებას, რომ მაგალითად პროცენტი დიდია ან ჯარიმა არ უნდა დარიცხოდა, დღეს უფრო მეტად ცდილობს, რომ გაერკვეს კონკრეტულად ხელშეკრულების პირობებში, ასე ვთქვათ, დარიცხული პროცენტები ან ჯარიმები რამდენად შესაბამისი იყო, რამდენად შეასრულა, ვთქვათ, ფინანსურმა ორგანიზაციამ ხელშეკრულების პირობები. ანუ ხარისხობრივად პრეტენზიებიც, ასე ვთქვათ, უკეთესი ხდება და უფრო მაღალი. თუმცა არსი არის ერთი და ძირითადი და მნიშვნელოვანი და ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი ამაში თანხმდება ხოლმე, რომ თითქოს ბანკი საშენოთ და საბოლოოდ ყველაფერი არის
საბანკოთ, იმიტომ რომ ძირითად მოგებას ნახულობენ ბანკები და არ ვიცი ეს კარგია, ცუდია, მე არა ვარ ეკონომისტი, ბანკებს აქვს საქართველოში ძალიან დიდი მოგება, ჩვენ ამას ვხედავთ. აქედან გამომდინარე, მინდა კითხოთ, აი მივიდეთ ამ პროცენტამდე, იმიტომ რომ ეს არის შეგვიძლია მაღალ მატერიებზე ველაპარაკოთ, მაგრამ მოსახლეობას ადარდებს ეს საკითხი, რატომ არის ასეთი მაღალი პროცენტი და როცა საქართველოში არც თუ ისე იდეალური სოციალური მდგომარეობა არის, ეს არის ერთ-ერთი გადამწყვეტი საკითხი. აი ამ თვალსაზრისით, რას უნდა ველოდეთ თუ არა უნდა უკეთესობას, შეგვიძლია ამ თემაზე მოგმართოთ, მოსახლეობის რა ნაწილს ადარდებს ეს საკითხი. აი ამ თვალსაზრისით რა შეგიძლიათ მითხრათ? პროცენტები თეორიულად თუ არის შანსი რომ დაიკლოს პროცენტი, ალბათ ეს კითხვაც ექნება ჩვენს ეს ისეთ საკითხია, რომელიც ბევრად უფრო, ასე ვთქვათ, მასშტაბურ შეხედვას მოითხოვს და პრინციპში ჩვენი ეთერი სამსხაურო ალბათ არ მოგცემს საშუალებას დეტალებში ვისაუბროთ, მაგრამ აი ამ ურთიერთობაში თქვა ჩვენი მანდატი რაც არის კონკრეტულად, მარტივად რო თქვა 100% განაკვეთები შესაბამისია იმ რისკის, რომელიც თქვა ქვეყანაში არსებობს და ზოგადად გეოპოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით თუნდაც რეგიონში არსებობს და ნებისმიერი ქვეყნის 100% განაკვეთები რო შევადაროთ, ზუსტად ბევრ ფაქტორზე არის დამოკიდებული. თავარი არის ეს რისკი და უშუალო ფულადი, ასე ვთქვათ, რესურსის ღირებულება, ხო, საიდანაც ფინანსური ორგანიზაციები იზიდავენ, რაც უფრო იაფად მოიზიდავს ამ თანხას, ბუნებრივია, რომ უფრო იაფად გაასესხებს, ხო? თავარი მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით რო შევხედოთ, ჩვენი ამოცანა არის რა, რომ იყოს ჯანსაღი კონკურენცია ფინანსურ ორგანიზაციებს შორის, დიდი კონკურენცია იმისთვის, რომ მაქსიმალურად საბაზროსთან მიახლოებული იყოს 100% განაკვეთები. რა თქმა უნდა, ჩვენ თუ შევხედათ მაგალითად პრეტენზიებს, აი ვთქვათ, შინაარსთან გამომდინარე, ხო, ძალიან ხშირი არის ბრჭყალებში ვთქვათ, ნადირობა კარგ კლიენტებზე ფინანსურ ორგანიზაციებს შორის. ანუ ყოველთვის ცდილობენ, რომ კარგი კლიენტი თავისთან მიიზიდონ, უკეთეს 100% განაკვეთის შესთავაზება. სატელეფონო საუბრებით მაგალითად, რაც მე ვფიქრობ, რომ აღვევს ჩვენს უფლებებს, როდესაც გირეკავენ და სულ ამაზე არის შეფასება. მაგრამ ბაზარი როგორია, აიკო, მე არ ვიცი. ან თქვენ რო გითხათ, როგორია ბაზარი? აი ამ ბანკში არ მომეწონა, იმ ბანკში რომ მივდივარ, უფრო ნაკლებია პროცენტი. თქვენთან უნდა დავრეკოთ და თქვათ, რომ რაღაც შეუსაბამო პროცესს თავაზობენ. ჩვენ საბაზრო ეკონომიკის პირობებში ვერ ჩავერებთ და ნებისმიერ სახელშეკრულებო ურთიერთობაში ვერავის ვერ მოვთხოვთ პროცენტი ნაკლები იყოს ან მეტი, ხო? პროცენტის მაქსიმალური ზღვარი მაგალითად განსაზღვრულია კანონმდებლობით და იმის ფარგლებში მოქმედებენ ფინანსური ორგანიზაციები. ჩვენი მანდატი არის, რომ ხელი შეუწყოთ კონკურენციას და პლუს მომხმარებლის მხრიდან გაანალიზებას პირობების. ამ მხრივ აი ორ საკითხს გამოვყოფ. მაგალითად, მომხმარებელს უფლება აქვს, რომ წინასწარ ხელშეკრულების გაფორმებამდე მოითხოვოს ხელშეკრულების ნიმუში ფინანსური ორგანიზაციისგან, ნებისმიერი ფინანსური ორგანიზაციისგან და ჩვენ პირიქით მომხმარებლებს ვურჩევთ ხოლმე, რომ სანამ ხო და მე საერთოდ დამიძახოს და მითხას, რომ რადგან მოითხოვე, შენ ინტრიგანი ხარ და აღარ მოგცემს სესხს. რამდენიმე ფინანსურ ორგანიზაციაში ჩამოიაროს, აიღოს ხელშეკრულების პირობები და შეადაროს, სადაც უფრო ნაკლები იქნება, შეუძლია რომ იქ აიღოს. უფრო მეტის მაგალითად შარშან ჩვენ კიდევ ერთი რეგულაცია შემოვიღეთ, თქვენ იცით რომ სესხის წინასწარ დაფარვის დროს ეს ეხება უკვე აღებულ სესხებს, ხო? როდესაც სესხი გაქვთ აღებული, თუ წინასწარ ფარავთ ამას, არსებობს ეგრეთ წოდებული წინსწრებით დაფარვის საკომისიო, რომელიც მაქსიმუმ 2%-ია, თუმცა შეიძლება უფრო ნაკლებიც იყოს გააჩნია ვადას. მაგალითად არ დაგავწევთ, ანუ განუმარტოთ, მოქალაქეს აქვს უფლება სესხის აღებამდე წინასწარ მოითხოვოს ხელშეკრულების ნიმუში წაიღოს, სახში შეისწავლოს, დაждდეს, გადახედოს. თუ რამეში ვერ გაიყვება, თქვენ მოგმართოს? კი ბატონო, შეუძლია კონსულტაციას გაუწევთ. რა თქმა უნდა, კონსულტაციას გაუწევთ. ბუნებრივია, ყველა ხელშეკრულებას სათითაოდ ასე კონტროლად ვერ გავუწევთ, მაგრამ ძირითადი რა პროცენტები, 100% განაკვეთი რამდენია, თქვათ, ხო, გასაგებია. ეგ ძალიან კარგი რამეა. ერთი ბანკიდან მეორეში სესხის გადატანის დროს, მაგალითად, ჩარშან შემოვიათ ესეთი წესი, რომ თუ ერთი ფინანსური ორგანიზაციიდან მეორეში გადაგაქვთ სესხი, წინსწრების საკომისიო შეიძლება იყოს მაქსიმუმ 0.5%. ანუ 2%-ის მაგივრად 9%-ია და ეს ამცირებს ხარჯს, თუ მაგალითად სხვა ფინანსური ორგანიზაცია უკეთეს პირობას გთავაზობთ, ვიდრე თქვენი მიმდინარე პროცენტია, ხო? უფრო ნაკლებ პროცენტი. შეგიძლიათ რომ უფრო მარტივად გადახვიდეთ, ანუ ხარჯი უფრო ნაკლები იქნება და ესეც რა თქმა უნდა ხელს უწყობს კონკურენციას და კლიენტები საკმაოდ აქტიურად იყენებენ ამას. ასევე ერთი პრობლემა არის დიდ ბანკებისგან განსხვავებულად, თქვა წვრილი ფინანსური ორგანიზაციები და შემდეგ თაღლითური ორგანიზაციები, რომლებიც იყენებენ სხვადასხვა სახელს. და
მომხმარებელს შეიძლება უჭირს ჩვენ ამაზე არაერთხელ ქონია თემა უჩაპირებელ საშუალებასაც უნახავთ უჩვენებია ჩვენთვის და გაუფრთხილებია მაყურებელი რომ არის თაღლითების სქემა და ასე შემდეგ რომ სახელების და მსგავსი ტელეფონის ნომრების გამოყენება ხდება და მომხმარებელი ასეთთვის ეიჯერებს რომ რაღაც დიდ ორგანიზაციასთან აქვს ურთიერთობა და უფრო მეტად ენდობა. აი დაცვის რა მექანიზმები არსებობს ამ კუთხით? ძალიან საინტერესო საკითხი შეეხეთ. ზოგადად რო ვთქვათ, ფინანსური თაღლითობები ეს არ არის ახალი, ადრეც არსებობდა, ეხლაც არსებობს და სამწუხაროდ სავარაუდოდ მომავალშიც იარსებობს. უბრალოდ დროთა განმავლობაში აი ამ თაღლითობის სქემები იხვეწება, იცვლება იმის მიხედვით, რომ ვითარდებიან თვითონ თაღლითების და ბუნებრივად ცდილობენ მომხმარებლის შესწომა შეიყვანოს. ამ კუთხით ხო, რა თქმა უნდა, იხვეწება და ჩვენ ვცდილობთ რომ ფეხი აუწყოთ. ამ კუთხითაც არსებობს გარკვეული მოთხოვნები. ერთი სანამ მოთხოვნებზე გადავალ, არის ისევ ფინანსური განათლება, სხვადასხვა ტიპის თაღლითურ სქემებზე, მათ შორის ფინედუს ვებგვერდზე ჩვენ გამოქვეყნებული გვაქვს ინფორმაცია. როგორი თაღლითური სქემები არსებობს, ხშირად ვაკეთებთ ხოლმე ასევე განცხადებებსაც და პრეს-რელიზებსაც და ვაფრთხილებთ მომხმარებლებს, რომ ასეთ სქემებში არ გაეხნენ, მაგრამ მოკლედ რო ვთქვა, ასე ვთქვათ, დეტალებში რო არ წავიდეთ, თაღლითების თავი მიზანი არის რა, რომ ნდობაში შევიდნენ მომხმარებელთან და მოიპოვონ მისი პირადი მონაცემები, რომელთაც შემდეგ შეძლებენ სხვადასხვა ოპერაციების განხორციელებას. ეს შეიძლება იყოს ტელეფონზე დარეკვით, იმეილის მიწერით, ამიტომ არის პირადი მონაცემები არ უნდა მივცეთ რა თქმა უნდა, არავის არ უნდა მივცეთ. ეს არის ოქროს წესი. თუმცა აქაც შეიძლება რომ იყოს გარკვეული ასე ვთქვათ მოთხოვნები ენული ბანკის მხრიდან და ჩვენ მაგალითად აი ბოლოს სიახლე რაც აგვაქვს, რაც მაგალითად მინერალი წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედება. ანუ წელს ხო? კი, წელს ამოქმედება უკვე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მსგავსი თაღლითური სქემების პრევენციის მიზნით შემოგვეღო, ვიფიქრეთ და შემოვიღეთ ესეთი წესები, რომ ყველა ფინანსურ ორგანიზაციას, პრინციპში, გადაახდო მომსახურების პროვაიდერებს აქვთ გარკვეული ეგრეთ წოდებული ფროდის მონიტორინგის სისტემები. ანუ სისტემა, რომელიც აკვირდება მომხმარებლის ქცევას და უჩვეულო ქცევის შემთხვევაში, ასე ვთქვათ, ცდილობს, რომ დაიჭიროს შესაძლო თაღლითური სქემები. ჩვენ ვავალებთ ფინანსურ ორგანიზაციებს, რომ დამატებითი დაცვის მექანიზმები ჩადონ ამ სისტემებში და თუ მომხმარებელი დაინიცირებს რისკიან ოპერაციას, ეს ოპერაცია დროებით შეაჩეროს ან სადაც შეუძლებელია ეს დავალება არ შეასრულოს მომხმარებლის. რისკიან ოპერაცია ჩაითვლება რა? წეგან თქვენ ახსენეთ შესავალ სიტყვაში, რომ ჩვენ გვაქვს ასე ვთქვათ სტრატეგია, რომელიც მოწოდებულია იქითკენ, რომ სხვადასხვა სეგმენტზე ვიმუშაოთ, მათ შორის აქცენტს ვაკეთებთ მოწყვლად სეგმენტზე და ვფიქრობთ, რომ აი ამ ახალი წესების მიხედვით 500 ლარს ზემოთ ტრანზაქციებზე პენსიონერებს გულისხმობთ მოწყვლად. თუ ამას ასრულებს მოწყვლადი ჯგუფი, ან კონკრეტულად 60 წელს გადაცილებული ადამიანი, ანუ რამდენიმე საკითხი უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს. 60 წელს გადაცილებული ადამიანი, ოპერაციის თანხა უნდა იყოს 500 ლარს ზევით და პლუს ოპერაცია უნდა იყოს დაკავშირებული მომატებული რისკის პროფილის მქონე საქმიანობასთან. ონლაინ ვალუტით ვაჭრობასთან, ონლაინ ვალუტით ვაჭრობა, ან ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა, ან კრიპტოაქტივები. თუ ეს სამი კომპონენტი ემთხვევა, მაშინ უკვე საეჭვოა, რომ რაღაც ხდება და აჩერებს და დროებით აჩერებს ფინანსური ორგანიზაცია მსგავსი ტიპის ოპერაციას, უკავშირდება მომხმარებელს, ზოგადად აცნობს ინფორმაციას შესაძლო თაღლითურ სქემებთან დაკავშირებით და პლუს აწვდის ინფორმაციას მაქსიმალურს რა რისკებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული ეს ოპერაცია. თუმცა საბოლოო ჯამში მაინც მომხმარებელი იღებს გადაწყვეტილებას და ოპერაციის ინიცირებიდან 48 საათის განმავლობაში მას ექნება საშუალება რომ მოიფიქროს და თუ მაინც გადაწყვეტს რომ ეს ოპერაცია თეორიას გვიყვებით თუ პრაქტიკულად გქონიათ ესეთი მაგალითი და შედეგი გამოუღია ამას. ეს სექტემბრიდან დაინერგება. ეს დეტალს ვიტყვი, პრაქტიკულად მე მქონდა პირადად ესეთი შემთხვევა. ბილეთს ყიდულობდი ონლაინ და არ დაფიქსირდა ყიდვა. 3 წამში დამირეკა ბანკმა და მკითხა რომ ნამდვილად შენ ხართ და ნამდვილად შენ თუ ყიდულობ, იმიტომ რომ ღამე იყო, გვიანი იყო, გვიანი იყო და რაღაც ეხლა სიჭეს გავსი ტიპის ტრანზაქციებს. უბრალოდ ეხლა იქნება კონკრეტულად გაწერილი კრიტერიუმები. მაგრამ რა თქმა უნდა პენსიონერები და ეს ჯგუფი უფრო მეტად რისკია, იმიტომ რომ ხშირად ვხვდებით ინფორმაციას მათი ასე ვთქვათ მოტყუების შესახებ და ხო და ერთი მნიშვნელოვანი დეტალი რომ ზოგადად ეგრეთ წოდებული ფროდსტერები ამ თაღლითებით ცდილობენ რომ манипуляციის გზით სწრაფად მიაღებინონ მომხმარებელს გადაწყვეტილება და ზუსტად აქედან გამომდინარეობს, თქვათ ეს 48 საათიანი ვადა, რომ მომხმარებელმა კარგად მოიფიქროს. თუმცა საბოლოო ჯამში თუ ის გადაწყვეტს, ოპერაცია ბუნებრივი ახლიდან მისცემს დავალებას ფინანსურ ორგანიზაციას და ის შეასრულებს. ხო, ან ყოველ შემთხვევაში ეს არ ზღუდავს ოპერაციის შესრულებას, უბრალოდ გარკვეული დრო ექნება მომხმარებელს, რომ მოიფიქროს. ეს ამოქმედება ყველაზე საფუძვლიანად სექტემბრიდან ეს ამოქმედება 1 სექტემბრიდან და პირველ ეტაპზე შეეხება მხოლოდ ბარათით გადახდებს, ან როდესაც ონლაინ ბარათით და პენსიონერი ასაკის
საფინანსო ასაკის მომხმარებლებისთვის და რომლებიც 500 ლარს ზემოთ ოპერაციას ხო და არა თქვა თუ ბანკომატიდან თანხა გამოიტანა და შემდეგ განკარგავს. ეს არაბუნებრივია, იმიტომ რომ ფიქრობ, ძალიან დაინტერესებს ჩვენს მაყურებელს კიდევ ერთხელ რომ შევახსენოთ საიტის მისამართი, სადაც შეიძლება მოგწერონ და საკონტაქტო ინფორმაცია თქვენი, იმიტომ რომ ბევრ ისეთი საჭირბოროტო კითხვაზე პასუხი მე მგონი ახლა ძალიან სრულყოფილად გაეცი. დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდი არის nbg.gov.ge. ასევე ჩვენი ცხელი ხაზის ნომერია 2-464-406 და ასევე მოუწოდებდი მომხმარებლებს, რომ აუცილებლად ესტუმრონ ფინედუს ვებგვერდს. ფინედუ თუ ფინედუ ქართულად რო აკრიფოთ საძიებო სისტემაში. კი, ჩვეულებრივ მიპოვით. აქ არის ძალიან მარტივად ახსნილი მომხმარებლისთვის მარტივად გასაგებიანი ახსნილი სხვადასხვა ფინანსური საკითხები, რომელიც გამოადგებათ ყოველდღიურ ურთიერთობაში ფინანსურ ორგანიზაციასთან. ახალი ქართული სიტყვა ფინედუს გაჩენება. უღრმესი მადლობა. დიდი მადლობა. ლაშა გზირიშვილი გახდათ ჩვენი სტუმარი ეროვნული ბანკიდან. მადლობა. წარმატებები თქვენს და